მარტის თვეში ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ორი მოსმენით უკვე განიხილეს, რომლის მიხედვითაც სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები ინტერნეტ მედიასა და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება, სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტიკის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები. ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვით რეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში, ანუ ნორმა არ იცვლება, რაც ყველა ჟურნალის საქართველოში ბევრ შემთხვევაში ხელმოწერითად ქარტიაში და ასე შემდეგ აღიარებული ქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქართული ოცნების პარლამენტის მიერ დაინიცირებულ კანონ პროექტს რეპრესიების ახალ ტალღად აფასებენ. მათივე თქმით, ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული მედია ორგანიზაციების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ეს მიანიშნებს პოლიტიკურ ტენდენციაზე, რომელიც მიმართული არის იქითკენ, რომ შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, პირდაპირ არის ეს პოლიტიკური დევნე ჟურნალისტების მიმართ. და ჩვენ მივიღებთ იმას, რომ მაშინ როდესაც დღეს ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ის მოდეს თავისუფალი სიტყვა და ობიექტურად შუქდებოდეს მიმდინარე მოვლენები, მივიღებთ იმას, რომ ქვეყანაში იქნება მხოლოდ ერთი სახელმწიფო მედია, რომელიც გავრცელებს მხოლოდ დეზინფორმაციას და ნარატივს და საზოგადოება აღმოჩნდება სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. ფარას კანონის ინიცირება უკვე ორი მოსმენით მიღებულია და ველოდებით და მოლოდინი გვაქვს, რომ თქმა უნდა მიიღებენ. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს სამოქალაქო სექტორზე. მათ შორის მედიაზე, აქტივისტებზე, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენს ქმედებას და მუშაობას, რომელსაც მუშაობთ რეგიონულ დონეზე მოსახლეობასთან, მათი გაძლიერებისთვის, უკეთესი მომავლის შექმნისთვის ამ ყველაფერს გვიზღუდავს. მიზანი რაც არის ამ ყველაფერს არის, რომ სამოქალაქო სექტორის ხმა ჩაიხშოს, ადგილობრივი მედია აღარ არსებობდეს, არც ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრის მქონე მედია საშუალებების და ყოველს განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, მათი ხმა არ ისმოდეს ხმამაღლა. რეგიონული მედია დღეს არის მაინც ადგილობრივ დონეზე ერთადერთი პლატფორმა ადგილობრივი თემისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ამ ადამიანებს ისაუბრონ საკუთარ გამოწვევებზე, პრობლემებზე, ჰქონდეთ შესაძლებლობა ღიად გამოხატონ საკუთარი პოზიციები და მათ შორის მედია ის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მათი უფლებების დაცვაზე. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ამის შესაძლებლობა ბევრ მედიას უკვე აღარ აქვს, რაც დემოკრატიას ბუნებრივია. დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უშლის და რაც მთავარია, ნელ-ნელა ქრება ეს სექტორი ქვეყანაში. ესეთი კანონების ფონზე, რომელიც გზღუდავს მუშაობის შესაძლებლობას, გიზღუდავს ინფორმაციის მიწოდების საშუალებას გართმევს, შეუძლებელია დიდხანს გააგრძელო მუშაობა და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მედიამ დროებით, იძულებით შეაჩერა მუშაობა. მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ მიიღო რუსული კანონი. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და დამყარდა დიქტატურა.